გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. მოგესალმებით, ეთერშია სოციალური ток-შოუ უსმენთ ერთმანეთს. მე ნინო ვარ, მეუნარგია. დღევანდელი გადაცემა განსხვავებულია. ჩვენმა ერთგულმა მსმენელმა უკვე იცის, რომ ვუსმენთ ერთმანეთს ყოველი თვის ბოლოს განსხვავებული ფორმატით გადის. დღეს ჩვენ მთელი თვის მანძილზე გადაცემაში დასმულ თქვენ შეკითხვებზე პასუხის გაცემის დღე გვაქვს. ჩვენ მედიატორები ვართ და ვცდილობთ ყველა კონკრეტულ საკითხზე მივიღოთ კონკრეტული პასუხები. ამიტომ თითოეული მსმენელის პრობლემა შესაბამის უწყებას გავაცანით და დახმარება ვთხოვეთ. ბევრ შეკითხვას უკვე გაეცა პასუხი, ბევრი ახლაც დამუშავების პროცესია. დღეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ ყოველ თქვენთაგანს უპასუხოს სახელმწიფო თუ კომერციული უწყებების წარმომადგენლებმა. იმ მსმენელებისთვის, რომლებმაც უკვე მიიღეთ რადიო იმედის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ჩვენ გვაქვს პასუხები თქვენ შეკითხვებზე. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით არც ერთი შეკითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს, თუმცა არის საკითხები, რომელშიც გასარკვევადაც მეტი დროა საჭირო. გვინდა რადიო იმედის სახელით მადლობა გადავუხადოთ იმ სამინისტროებისა თუ სააგენტოების პრესსამსახურებს, რომლებმაც ჩვენთან ერთად იმუშავებს, რომ კონკრეტულ შეკითხვებს ადრესატები ყოლოდათ და მათგან პასუხი მიგვეღო. ვუსმენთ ერთმანეთს. ჩვენი მსმენელის შეკითხვებს პასუხს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნატა ასათიანი გასცემს. ქალბატონო ნატა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა კვალიფიციური თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება თქვენ ამ გადაცემისთვის და ამ ფორმატისთვის, რაც როგორც მსმენელებისთვის, ასევე ჩვენთვის, საჯარო უწყების წარმომადგენლებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ გქონდეს ეს უკავშირი მოქალაქეებთან. უღრმესი მადლობა ქალბატონ ნატა და რაც შეეხება პირველ შეკითხვას, ეს გახლავთ ქალბატონი ნათია ასათიანი თბილისიდან, მან დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, აქვს მაგისტრის ხარისხი და სურს სკოლაში მუშაობის დაწყება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. როგორ უნდა მოიქცეს ის? ჩვენ ყოველთვის გვიხარია, როდესაც ახალგაზრდებს უჩნდებათ სურვილი სკოლაში შესვლის, იმიტომ რომ ახალი სიცხლის შედინება სკოლაში მნიშვნელოვანია ალბათ დაგვეთანხმებით. გეტყვით, როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ქალბატონი ნათია, თუ მას უნივერსიტეტში მაინორ პროგრამად, ანუ მეორად ფაკულტეტად, ასე ვთქვათ, გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი კურსი, საკმარისია ჩააბაროს საგნის გამოცდა. თუ მას არ აქვს გავლილი მასწავლების მოსამზადებელი პროგრამა, მაშინ აბარებს გამოცდას, რაც მოსამზადებელ ერთწლიან პროგრამაზე დაშვების წინაპირობა ხდება. დეტალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით შეუძლია მიიღოს მასწავლებლის ოფიციალური განვითარების ეროვნული ცენტრიდან, ეს გახლავთ ჩვენი SIP-ი, რომლის ვებგვერდის მისამართიც არის www.tpdc.ge. ასევე ცხელი ხაზითაც შეუძლია მას ისარგებლოს და დააკვალიანებენ სრულყოფილად. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნატა და ჩვენ კიდევ ერთი შეკითხვა გვაქვს, ეს გახლავთ ნინო გველესიანი თბილისიდან. მეცხრე სკოლის დირექტორი ავალდებულებთ სასკოლო ფორმის შეკერვას. ქალბატონმა ნინო ბრძანა და ჩაცმას აინტერესებს, რამდენად სავალდებულოა საერთოდ კანონი და თუ არეგულირებს ამ საკითხს. მეცხრე სკოლასთან დაკავშირებული ეს პრობლემა უკვე აღმოფხრილია. ზოგადად გეტყვით, წეს როგორია, რომ აღნიშნულ საკითხს ზოგადი განათლების შესახებ კანონი არეგულირებს. იურიდიულად თავისთავად სკოლას აქვს უფლება დააწესოს სასკოლო ფორმა, თუმცა აუცილებელია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის და მშობლის აზრი აღნიშნულთან დაკავშირებით. დღესდღეობით საჯარო სკოლების უმეტესობა არ მიიჩნევს საჭიროდ ფორმის შემოღებას და ყველა მოსწავლის და მშობლის უფლებები ამ მხრივ დაცულია და თუ ამ მიმართულებით პრობლემა იქნება, დირექცია და მშობელი თქვათ ერთმანეთში ვერ თანხმდება, აუცილებელია მოგვმართონ ჩვენ, როგორც ეს იგივე მეცხრე სკოლის შემთხვევაში მოხდა, რომ პრობლემა მყისიერად აღმოიფხვრას მშობლის და მოსწავლის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. ეს იგი მაქსიმალურად გათვალისწინებულია მოსწავლის ინტერესი, ასევე მშობლის, როგორც თქვენ ბრძანეთ, და შესაძლებელია მოსწავლემ სასკოლო ფორმა არ ჩაიცვას. სასკოლო ფორმა არის სავალდებულო და სკოლის მიერ რაღაცა დადგენილი
სკოლებში. ანუ ეს არის რომ ჩვენ ვითვალისწინებთ მოსწავლეების და მათი მშობლების რაღაცა სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას. დიახ, გასაგებია, დიდი მადლობა. რაც შეეხება გიორგი დგებუაძეს შეკითხვას, თბილისიდან ბრძანდება ბატონი გიორგი, მას აქვს უმაღლესი განათლება. აინტერესებს ასწავლე საქართველოსთვის პროგრამა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში სამუშაოდ მასწავლებელთა გამგზავრებას გულისხმობს. როგორ შეუძლია მასში მონაწილეობა? გიორგის აქვს უფლება ჩაერთოს ამ პროგრამაში, იმიტომ რომ აუცილებელი პირობა პროგრამაში ასწავლე საქართველოსთვის ჩასვლისთვის არის უმაღლესი განათლების მქონა. გარდა ამისა, ასევე აუცილებელია სერტიფიცირება ან საგანში გამოცდის ჩაბარება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, როგორ უნდა ჩააბაროს გამოცდა. მასწავლებლების შერჩევა კი ხდება კონკურსის საფუძველზე. ორეტაპიანია კონკურსი. პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა მათ მიერ რეგისტრაციისას დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე ხდება. აქ ყურადღება ექცევა აპლიკანტის კვალიფიკაციას, მოტივაციას, აზრის გადმოცემის უნარს და სხვა. მეორე ეტაპი კი ეს არის უკვე გასაუბრების ეტაპი და ამ შემთხვევაშიც დეტალებისთვის სასურველია მიმართონ ჩვენი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, იგივე TPDC-ს, იგივე მასწავლებლის სახლს, როგორც ვიცნობთ უფრო ხშირად, ასე ვთქვათ, ამ ჩვენს სიტყვას. დიახ, ესე იგი ბატონო გიორგი, გავუმეოროთ, უნდა მიმართოს მასწავლებლის სახლს. დიახ, კაპიტანი ნატა და კიდევ გოჩა გვარი არ არის მითითებული თბილისიდან. მას აინტერესებს, როგორ შეუძლია ბავშვთა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის მომსახურების მიღება. მოგახსენებთ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ჩვენი ფსიქოლოგიური ცენტრებით, რომელიც არის თბილისში და უკვე 6 ქალაქში საქართველოს მასშტაბით. თუ თბილისია საუბარი, ამ შემთხვევაში ის უნდა მიბრძანდეს ალექსიძის პირველ ნომერში, სადაც არის სწორედ ეს ჩვენი ფსიქოლოგიური ცენტრი, ან დაუკავშირდეს ცენტრს ტელეფონის საშუალებით, ცხელი ხაზის საშუალებით 2-200-220. მინდა გითხრათ, რომ მომსახურება უფასოა და ვთქვათ, ძალიან პოპულარულია უკვე ეს მომსახურება არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც და ძალიან დიდი გვაქვს მომართვიანობა, ასე რომ ბატონ გოჩასაც ვურჩევთ, რომ იმართოს ჩვენს ფსიქოლოგიურ ცენტრს. კაპიტან ნატა, ძალიან დიდი მადლობა ამ მომწურავი პასუხებისთვის. და ისევ მადლობას გიხდით კვალიფიციური თანამშრომლობისთვის. მსვენელს კი შევახსენებ, რომ სატელეფონო ხაზზე იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქალბატონი ნატა ასათიანი და ძალიან ბევრი შეკითხვაა განათლების სამინისტროსთან. და ახლა სატელეფონო ხაზზეა განათლების სამმართველოს მულტიდისციპლინარული გუნდის კოორდინატორი ქალბატონი თამარ ისაკაძე. ქალბატონი თამარ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის და ძალიან დიდი მადლობა კვალიფიციური თანამშრომლობისთვის. გამარჯობათ. და ქალბატონი თამარ, რაც შეეხება შეკითხვებს, ესე იგი ეს გახლავთ პირველი შეკითხვა, ქალბატონი ირინა თბილისიდან გვარი არ არის მითითებული. მას აინტერესებს, არსებობს თუ არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის შინ სწავლების პროგრამა. დიახ, მოგახსენებთ, აქ არის ასეთი სიტუაცია, როდესაც მშობელი ან სკოლა გააკეთებს განაცხადს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, რომ მას სურს მისი შვილის ან ამ შემთხვევაში მოსწავლის გადაყვანა შესწავლების რეჟიმზე. შესაბამისად ხდება უკვე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასება და მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მოსწავლე ჩვეულებრივ გადადის შესწავლების რეჟიმზე. გუნდის დასკვნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამჯერად უნდა დასტურდებოდეს ამის საჭიროება და ასევე შესაძლებელია განრიგით სკოლაში სიარული და პლუს შესწავლების უზრუნველყოფა. ანუ кейსიდან გამომდინარე შეიძლება ორგვარი სერვისის მიწოდება. თუ ამის საჭიროება დადგა. დიახ, რაც შეეხება თქვენს გამოცდილებას, საინტერესოა, რამდენად მისაღებია და გამართლებულია შესწავლების პროგრამა, მაინც ხომ არ არის უფრო პრიორიტეტული, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი ჩაერთოს ინკლუზიურ განათლებაში. იცით რა შესაძლოა, რამდენადაც არის ისეთი кейსები, რომ მაგალითად მოსწავლე საჭიროებს ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას, ან არის რაღაც გარკვეულის მეთვალყურეობის ხრეში. შესაბამისად, რომ არ მოწყდეს განათლების სისტემას და მასთან იყოს გაკვეთილები ჩატარებული შესაბამისი საგნის მასწავლებლების მიერ, ეს არის საუკეთესო ვარიანტი. ალბათ
თქვენი შეკითხვა გულისხმობს იმას, რომ ხომ არ ხდება შინსწავლების რეჟიმის, ასე ვთქვათ, რაღაც ბოროტად გამოყენება. აკონტროლებს თუ არა ვინმე, დიახ, არა, საინტერესოა მშობელს აკონტროლებს თუ არა ვინმე, თვითონ პედაგოგს, ანუ სპეცპედაგოგს, აი ეს როგორ არის სისტემა აწყობილი, დიახ. ვალდებულება არის, რომ როგორ მიმდინარეობს პროცესი, როგორ ტარდება გაკვეთილები, რა სიხშირით და ასევე სპეცპედაგოგი ერთობა უკვე ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში. შესაბამისად მონიტორინგი რა თქმა უნდა ხდება. ანუ ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება და არა კონკრეტული სხვა მხარის დაუსაბუთებული არგუმენტით არ ხდება. დიახ. და მაინტერესებს ფიქსირდება თუ არა შემთხვევები, როდესაც დაუშვათ ბავშვი სარგებლობს შინსწავლების პროგრამით, მაგრამ პერიოდულად სკოლაში დადის. თუნდაც იმიტომ, რომ ბავშვებთან კონდეს რაღაც გარკვეული ურთიერთობა იყოს კომუნიკაციაში. კი, როგორ არა ნამდვილად შერეული სახის, ასე ვთქვათ. ჩვენი შეთავაზება თუ აქვს მოსწავლეს იმის საშუალება, რომ განრიგით იაროს სკოლაში, რა თქმა უნდა, ამას ვაკეთებთ კი. ასეთი კეისები ბევრი არის რამდენიმე. ძალიან დიდი მადლობა და კიდევ მეორე შეკითხვა გახლავთ ქეთევანი კახეთიდან გვარი არ არის მითითებული. მას ყავს 8 წლის ეტლით მოსარგებლე ბავშვი. რატომღაც არ დახყავს სკოლაში? აინტერესებს არსებობს თუ არა სპეციალური ლიტერატურა, რომ თავად ამეცადინოს ბავშვი. იცით, პირველ რიგში უნდა ვურჩევთ ამ მშობელს, რასაც მიიყვანოს სკოლაში, ჩართოს სკოლაში, შემთხვევაში საგანმანათლებლო სისტემაში და მე როგორ შეიძლება რომ შინსწავლების რეჟიმი მაინც გამოიყენოს თუ საერთოდ ვერ ახერხებს ტარებას, ან შეიძლება ტრანსპორტით მომსახურება დაენიშნოს, ესაც ხდება დაფინანსებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხოლმე, შესაბამისად ესაც შეუძლია რომ გამოიყენოს. და შემდეგ უკვე ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შედგება, რაც გულისხმობს ყველა ნებისმიერი გრიფირებული სახელმძღვანელოდან მასალის ადაპტაცია სპეცპედაგოგის დახმარებით. დიახ, და ალბათ ამ შემთხვევაშიც უპრიანი იქნება თუ დაუშვათ ბავშვი ვერ დადის და გუნდმა მისცეს შეფასება, რომ ის ვერ ივლის სკოლაში, სპეცპედაგოგი ჩაერთოს და არა თავად მშობელმა ასწავლოს. კი, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელოს გარკვეული ლიტერატურა. მაგრამ აი სპეცპედაგოგის გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივ მუშაობა ვფიქრობ უფრო შედეგიანი იქნება. კარგით. თან თქვენ თქვით, რომ ცერებრული დამბლოკი. დიახ, ეტლით მოსარგებლე. რა საჭიროება აქვს. ანუ ასეთ ცალკე სახელმძღვანელოები თუ არის მხოლოდ ეტლით გადაადგილების საჭიროება, ალბათ ანუ რაში დაჭირდება, ხო, მას შეიძლება დაჭირდეს სხვა ნატიფი მოტორიკის პრობლემა, რაღაც ადაპტაციის საშუალება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, ძალიან დიდი მადლობა კვალიფიციური პასუხისთვის, კვალიფიციური თანამშრომლობისთვის. მსვენელს შევახსენებ, რომ სატელეფონო ხაზზე იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველოს მულტიდისციპლინარული გუნდის კოორდინატორი თამარ ისაკაძე. და ამით პირველი ბლოკი დასასრულს მიუახლოვდა. სულ ცოტა ხანში მეორე ბლოკში მე ისევ დაგიბრუნდებით და ჩვენ გაგცემთ კვალიფიციურ პასუხებს თქვენ შეკითხვებზე, ასე რომ დაგვალოდეთ. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს. ისე მოგესალმებით, ეთერშია სოციალური ток-შოუ უსმენთ ერთმანეთს, ნინო ვარ მეუნარგია. დღევანდელი გადაცემა განსხვავებულია, ჩვენმა ერთგულმა მსმენელმა უკვე იცის, რომ უსმენთ ერთმანეთს ყოველი თვის ბოლოს განსხვავებული ფორმატით გადის. დღეს ჩვენ მთელი თვის მანძილზე გადაცემაში დასმულ თქვენ შეკითხვებზე პასუხის გაცემის დღე გვაქვს. სატელეფონო ხაზზეა ბაღების სააგენტოს PR სამსახურის წარმომადგენელი ქალბატონი თამარ კვირტია. მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ძალიან დიდი მადლობა კვალიფიციური თანამშრომლობისთვის. და რაც შეეხება შეკითხვას, მაიკო მგვარი არ არის მითითებული თბილისიდან. ის გვწერს, ბრძანდება მარტოხელა დედა, მისი შვილი 1 ოქტომბერს გახდა 6 წლის და რადგან ბავშვი სასკოლო ასაკის არ იყო, სკოლამ არ მიიღო, ბაღშიც არ დადის ბავშვი და სამწუხაროდ მთელი დღის განმავლობაში მარტოა. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ შემთხვევაში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ცუდია რომ არ ვიცი რომ ბაღზეა საუბარი, სავარაუდოდ ვიცით რა არ არის მითითებული და ბავშვს, ანუ სასკოლო მზაობის ჯგუფის ბავშვს არ ეუბნევიან დირექტორები უარს. ალბათ ძალიან გადატვირთულია ის ბაღი და მშობელს შეუძლია მობრძანდეს სააგენტოში ჩვენთან მისამართი და მიტკევიჩის 29 ნომერში და მივეხმარებით, შეიძლება ახლომდებარე ბაღში იყოს საშუალება და დავტოვებთ სასკოლო ბავშვს
აქვს მიღმა. ან მოვიდეთ. და მოდით კიდევ მშვენელს კარგად განვუმარტოთ, ესე იგი, რაც შეეხება ბავშვებს, რომლებიც დაუშვათ წლის დასაწყისში გახდნენ 6 წლის და არც ასკოლო ასაკის იყვნენ და არც ბაღის, ამ შემთხვევაში გამოსავალი მოიძებნება და არ არის საჭირო, რომ ეს ბავშვები არანაირი საჭიროება არ არის, რომ დარჩნენ სახლში, ანუ თქვენ მათ დაეხმარებთ. არა, სასკოლო მზაობის ბავშვებს ყველანაირად ვეხმარებით, მართალია გადატვირთულია ბაღის ჯგუფები, მაგრამ ასეთ ბავშვებს გარეთ ავტოვებს, შეიძლება ახლომდებარე ბაღში იყოს უფრო ნაკლები რაოდენობა ბავშვების და იქ ჩავსვათ, ან ყველანაირად ვეხმარებით. და რა მაინტერესებს, უწევთ თუ არა დავუშვათ ამ ბავშვებს რიგში დგომა, მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, რადგან ბაღები ძალიან გადატვირთულია. რა თქმა უნდა, ბაღები ძალიან გადატვირთულია და არის იქ სარეზერვო სიები, მაგრამ ეს წელს დაიწყო ეს რეფორმა და ასეთ ბავშვებს უფრო მეტი უპირატესობით სარგებლობენ, რომ არ დარჩნენ ბაღებს მიღმა და მომავალ წელს გაიარონ ეს პროგრამა, რომელსაც სასკოლო მზაობა ეწოდება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამარ, კვალიფიციური თანამშრომლობისთვის. მშენელ შევახსენებ, რომ სატელეფონო ხაზზე იყო ბაღების სააგენტოს PR სამსახურის წარმომადგენელი თამარ კვირტია. და რაც შეეხება მსმენელის ინტერესს, ძალიან ბევრი შეკითხვაა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. და ახლა ხაზზეა, სატელეფონო ხაზზეა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი მარი წერეთელი. ქალბატონო მარი, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ესეთი დიდი შრომა გაწიეთ, კვალიფიციური თანამშრომლობა იყო და შესაბამისად კვალიფიციური პასუხები და მე ვიცი, რომ მსმენელი ნამდვილად პასუხგაუცემელი არ დარჩება და არასდროს დარჩენილა თქვენი სამინისტროსგან. რაც შეეხება შეკითხვას, ბატონი მიხეილ ტუხაშვილი, ის ბრძანდება 120 კილო, ვერ უძლებს ელექტროეტლს, სჭირდება დახურული ელექტროეტლი, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. აინტერესებს თუ შეუძლია უსასყიდლოდ მისი მოძიება. საგამოშვიდობისა პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ჩაგვდით თქვენს ეთერში. მოგესალმებით თქვენს მსმენელებს, ასევე რაც შეეხება ბატონი მიხეილ ტუხაშვილის კითხვას, მოდით მე ვიტყვი რა პროგრამა აქვს სახელმწიფოში არის სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვების პროგრამა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გახდა სავარძელო ეტლებით უზრუნველყოფა ადამიანების, ვისაც სჭირდება, ჩვენ გვაქვს ელექტროსავარძელო ეტლები სტანდარტული და არის ასევე მექანიკური სავარძელო ეტლები. ჩვენი ელექტროსავარძელო ეტლი, რომელსაც გვაწვდიან და რომელსაც ვაწვდით მოსახლეობას, არის მასალე მასუწერი 100 კილოგრამამდე წონის ადამიანებისათვის, მაგრამ როგორც თვითონ სერვის გვაწვდის კოალიცია არის, რომელიც ამ ეტლებით უზრუნველყოფას ახდენს და აკეთებს ამბობს, რომ შესაძლებელია 100 კილოგრამზეც მოხდეს ამ ეტლის გაცემა. ეს ერთი. რაც შეეხება ბატონი მიხეილის კითხვას, ელექტროდახურული სავარძელო ეტლი, ეს არის უფრო ელექტრომობილები, რომლებიც საქართველოში სამწუხაროდ მეტახზე არ არის და ჩვენი მხრიდანაც შესაბამისად ამისი გაცემა არ ხდება და თანხმობითაც ძვირი არის, მაგრამ სახელმწიფო პროგრამითაც და ისედაც მსგავსი ეტლებით უზრუნველყოფა ჩვენი მხრიდან სამწუხაროდ არ ხდება. ანუ გამოსავალი ის არის, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, კოალიციის მიერ მომზადებული ეტლი შესაძლებელია გადაეცეს. ამისათვის, რომ პროგრამაში მოხდეს სახელმწიფო პროგრამაში, უნდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს, სადაც იგი ცხოვრობს, მიმართოს განცხადებით, წარადგინოს თავის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რასაკვირველია მას იქ ეწერება, რომ სჭირდება ელექტროეტლი, გაკეთოს განაცხადი, მას ეტყვენ დაეხმარებიან. თუ ამის საშუალება არ აქვს, თუ ყავს მას მინდობილი პირი, მასაც შეუძლია წარადგინოს. ოჯახის წევრს შეუძლია მიმართოს. ოჯახის წევრი ხო მინდობს კანონიერია, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ წლევანდელი წლის პროგრამის აღნიშნული ეტლები უკვე გაცემული არის, წლის ბოლოა მოგეხსენებათ. ავიყვანთ მას აღრიცხვაზე მომავალი წლის პროგრამაში მონაწილეობას. და თუ შეიძლება მოდი დავაკონკრეტოთ, რაც შეეხება მომავალი წლის პროგრამაში მონაწილეობას, ეს სავარაუდოდ დროში ხომ არ გაიწელება?
Ეთიც არის წლევანდელი წლის პროგრამა და ყოველ სოციალური რეაბილიტაციის ბავშვების ზრდის პროგრამა არის ყოველწლიური წელს დამთავრდა 2000 ამ კომპონენტის პროგრამა რასაკვირველი არ დამთავრებულა, ანუ გაცემა დასრულებული არის. წლის ბოლოს დგება ახალი პროგრამა, მომავალ წელს ცოტა დროს ჭირდება თავისთავად არის მოთხოვნები იკითხება, მაგრამ პირველ რიგში მოგმართვა უნდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ახლა ერთ დროში თავისთავად ადმინისტრირება არ ხდება. ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად ამ დახურული კითხვასავარდელებს საფუძვლად გასაგებია. დიახ. კარგით, ქალბატონო მარი, ძალიან დიდი მადლობა კვალიფიციური თანამშრომლობისთვის. მსმენელს შევახსენებ. მადლობა, მსმენელს შევახსენებ სატელეფონო ხაზზე იყო შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი მარი წერეთელი. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ჩვენ თავად მოვიძიეთ პასუხი ბატონ მიხეილ ტუხაშვილს აინტერესებს არსებობს თუ არა ფსიქოლოგიური დახმარების უფასო სატელეფონო მომსახურება. ბატონო მიხეილ, თქვენ ალბათ გვისმენთ ახლა და მინდა გითხრათ, რომ დიახ არსებობს საპატრიარქოს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, ნომერსაც გეტყვით 253-55-00. ეს არის სილქნეტის ნომერი და უფასო მომსახურება დილის 11 საათიდან 18 საათამდე, შაბათ, კვირისა და სადასწაულო დღეების გარდა. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ფსიქოლოგის, ფსიქიატრის და მოძღვარის კონსულტაცია. მე გისურვებთ წარმატებებს. და რაც შეეხება შემდეგ შეკითხვას, მე მინდა ყველა უწყებას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კვალიფიციური თანამშრომლობისთვის და ახლა სატელეფონო ხაზია შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ქალბატონი ეკა ადამია. ქალბატონო ეკა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის. მოგესალმებით. რაც შეეხება შეკითხვას, გახლავთ ემზარ გუმბერიძე, მას აინტერესებს, რაც შეიძლება გადაიყვანოს მისი ფსიქიკური აშლილობის მქონე ნათესავი ხანგრძლივი რეაბილიტაციისთვის, რომელიც სახიფათოა საზოგადოებისთვის. დიახ, მოგახსენებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ესეთი პიროვნებების ფსიქიკური დარღვევის მქონე პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტს. და ესეთ შემთხვევაში თვითონ პირმა ან რა თქმა უნდა მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა განსხვავებით განცხადებით სოციალური მომსახურების სააგენტოს და თავი წარმოადგენს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, როგორც არის უშუალოდ პაციენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამადასტურებელი მოთხრობა, ასევე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ფორმა ნომერი 100, ასევე პირის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფოტოსურათი 1, ჩვეულებრივი 3/4 და ასევე თავისი, ანუ როგორც კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი უნდა ჰქონდეს თან და ასევე უნდა ჰქონდეს კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ არის ასე უნდა კანონიერი წარმომადგენელი. ამ დოკუმენტაციის ესე ვთქვათ ჩაბარების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტო განიხილავს ამ საკითხს და დაახლოებით განცხადების მიმართვიდან 1 თვის ვადა აქვს ამ ამას განხილვის ვადა და სააგენტო აცნობს განცხადებას დაახლოებით 5 სამუშაო დღე არის განსაზღვრული და ეს პირი შემდეგ მოთავსდება თავშესაფარში. ძალიან დიდი მადლობა კვალიფიციური პასუხისთვის. მსმენელს შევახსენებ, რომ სატელეფონო ხაზზე იყო შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ქალბატონი ეკა ადამია. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ვუსმენთ ერთმანეთს. პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ყველას, რომ მე ვამში ჩავარდი და რომ მე პატიმარი გავხდი. ჩემი საქმე სამოქალაქო დავისაგან იყო და არა სისხლი, მაგრამ სისხლში ჩამითვალეს, თაღლითობაში ჩამითვალეს და სიცოცხლე სიკვდილად გამიხადეს. ქონება საქართველოს ბანკმა წამართვა გაყალბებული ხელწერით. როგორც იქნა მივაღწიე შვილო იქამდე, რომ 63 წლის ქალი ვარ. მივაღწიე იქამდე უდოს კომისიამდე, თითებზე ვითვლით. 11 ნოემბერს გამიყვანეს უდოს კომისიაზე და უარი მითხრეს. მესამე დღეა შიმშილობ. რასე ვის უშვებს უდოს კომისარი კომისია ვადამდე განთავისუფლება ვის ემსახურება თუ ვინმე შეგიძლიათ მომეხმარეთ მომკვდები და არ მინდა სიკვდილი მინდა რომ ჩემი ქონება დავიბრუნო ჩემი ვალი გადავიხადო და ჩემ ქმარშულთან ვიყო
ჩემს სახელს აქვარს არ ვამბობ არ იცის უახლოესმა ჩემმა საყვარელმა ადამიანმა და არ მინდა გაიგოს ჩემმა პატარებმა რომ პატიმარი ვარ აი ესე გება თქვენ ამჟამად საპატიმროდან გვირეკავთ ქალბატონი საპატიმროდან გირეკავთ 63 წლის ქალი მესამე დღეა შიმშილობაზე ვარ კაციშვილი ყურადღებას არ მაქცევს რაც ნიშნავს ვადადიატრიდან თავისუფლება მიაწვდინეთ ყველას თუ შეიძლება პატიმარი არ მორჩილი ჩემზე უკეთესი ქვეყანაზე არ არსებობს ვარ ჩემთვის გაყუჩული პატიოსა თუ რაიმე შემიძლია სხვა პატივცემ თუ არა კი ვარ ჩემთვის გაუბედურებული ვარ მე არ მქონდა წინაპირობა პატიმარი რო ყოფილიყავი ქონება მქონდა ბიზნესი მქონდა ჩავარდი ვალში ქონება გაკეთებული ხელწერით 5 წლის გადაუხდელობის გამო ძალიან ძირიანი ორი ქონება საქართველოს ბანკმა მიითვისა გაყალბებული ხელწერით მიმეწვინეთ ვიღაცას ეს თქვენ მოისმინეთ ჩანაწერი ეს გახდათ ქალთა საპატიმრო სამედიცინო ნაწილში მყოფი 63 წლის ქალბატონი რომელმაც გთხოვა მისი სახელი და გვარი არ გამოგვეცხადებინა რომელიც შიმშილობს აინტერესებს რატომ არ დააკმაყოფილა მისი ისტორია უდოს კომისიამ რომელიც 5-ვე კრიტერიუმს აკმაყოფილებდა ჩვენ ამ ისტორიით ორი კვირის წინ მეორე დღესვე მიმართეთ სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს რომელმაც პასუხი წერილობითი ფორმით გადმოგცა და მე ახლა გაგაცნობთ პასუხს საქართველოს სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოები მსჯავრდებული სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას მსჯავრდებული შეფასებას რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნული კრიტერიუმებია დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება. ამასთან საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელის შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში. თქვენ მოისმინეთ საქართველოს სასჯელ აღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიერ გადმოგზავნილი წერილი ქალბატონის მომართვაზე. უსმენთ ერთმანეთს. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს და ახლა სატელეფონო ხაზია ჩვენი მსმენელი ახალციხიდან ლევან ხითარიშვილი, რომელსაც ამ წლის აგვისტოში შეუჩერდა სოციალური დახმარება. მან მოგმართა ჩვენ და დახმარება გთხოვა ზუსტად 1 თვის წინ კი სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ტატა გამყრელიძემ პირდაპირ ეთერში დაგვპირდა, რომ ბატონ ლევანს სტატუსს აღუდგენდნენ. მოდით ერთად გავარკვიოთ, როგორ განვითარდა მოვლენები. ბატონო ლევან, მოგესალმებით. თუ შეიძლება გითხარით, შეიცვალა თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით რამე და როგორია ახლა თქვენი მდგომარეობა? გესმით ბატონო ლევან? ბატონო ლევან, სამწუხაროდ ტექნიკური ხარვეზია. ჩვენ შევეცდებით რომ ისევ დავუკავშირდეთ მსმენელს, შეგახსენებთ ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს, დღევანდელი გადაცემა არის განსხვავებული, ჩვენმა ერთგულმა მსმენელმა უკვე იცის რომ ვუსმენთ ერთმანეთს ყოველი თვის ბოლოს განსხვავებული ფორმატით გადის, დღეს ჩვენ მთელი თვის მანძილზე გადაცემაში დასმულ თქვენ შეკითხვებზე პასუხის გაცემის დღე გვაქვს. ჩვენ მედიატორები ვართ და ვცდილობთ ყველა კონკრეტულ საკითხზე მივიღოთ კონკრეტული პასუხები. ამიტომ თითოეული მსმენელის პრობლემა შესაბამის უწყებას გავაცანით და დახმარება ვთხოვეთ. ბევრ შეკითხვას უკვე გაეცა პასუხი, ბევრიც ახლა დამუშავების პროცესია. სამწუხაროდ ხარვეზია და ჩვენ ვეღარ ვუკავშირდებით ბატონ ლევანს. ბატონო ლევან, დიახ, მოგესალმებით. თქვენთან დაკავშირების შემდეგ დიახ, გისმენთ? არ იყო ერთი წელიწად შემამოწმეს ბატონო და ყველაფერი ისე კარგა და ისე დიახ შეგვეცნება მე არ ცდილობდი რომ ასეთი დახმარება იქნებოდა. რადიო იმედი ყოფილა და თქვენი გადაცემა ძალიან კარგი. ახლა იმხლა გეუბნებით რომ აი უსმენთ ერთმანეთს, მე რომ უსმენ ამ გადაცემას ჩვენი გაშივრების ალკოში ხარ თქვენ. დიდი მადლობას მოგახსენებთ. დიახ. ბატონ ლევან, მე მაინტერესებს, მოდით უფრო დაკონკრეტით, თქვენ აღიდგინეს თუ არა სტატუსი? აი, შემამოწმეს. დიახ. მაგრამ რო გითხრა და
დიახ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ თქვენ მოგმართეთ. აგამრავლობა მე მადლობას გიხდის ყველანაირად ისწრაფ და იბედნიერებს. ძალიან დიდი მადლობა მეგისურებთ ჯანმრთელობას და ისევ და ისევ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელს ქალბატონ ტატა გამყრელიძეს, რომელმაც ძალიან მყისიერი რეაგირება მოახდინა და ამ ადამიანის პრობლემა გადაწყდა. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს და შეგახსენებთ რომ დღევანდელი გადაცემა განსხვავებულია, ჩვენმა ერთგულმა მსმენელმა უკვე იცის რომ ვუსმენთ ერთმანეთს ყოველთვის ბოლოს განსხვავებული ფორმატით გადის დღეს ჩვენ მთელი თვის მანძილზე გადაცემაში დასმულ თქვენ შეკითხვებზე პასუხის გაცემის დღე გვაქვს. ვუსმენთ ერთმანეთს. ძალიან სასიამოვნო ძლივას გამოვედი. დედიკო, მარტო ხელა უსინათლო ხალი ვარ. დამოკიდებული ვარ ტელეფონზე, რადიოზე. თქვენ მაგით განმაგებ თამანი როდის უნდა მივიღო, როდის ინსულინი გავიკეთო, როდის რა გავაკეთო. ჩემი ტელეფონი არ მუშაობს, ძალიან წვეტილი ხმა ისმის, ATS-დან გამოვიდა ხელოსანი, იმან მითხრა ესეო არ არისო ჩემი საქმეო რაღაცა გააკეთა ვითომ არ გაკეთდა და ტელეფონი ვერ მომუშავებ. მივაკითხე ისევ ATS მეუთხარი ხელოსანი მინდა რომელიც ტელეფონს შემიკეთებს და გადავიხდი რა დღის გადასახადი ხო და ასე მეთქე შენო ხელოსნები არ აყვავსო შვილო როგორ უნდა მომიქცე უნდა ვიყვირო ვაივნიდან ვინახავთ ხელოსანი თუ ქუჩაში დავდგე და გავიროსკითხო ტელეფონს ხო არ აკეთებ ჩემი ტელეფონი არის მრგვალდისკიანი სხვანაირ ტელეფონს ვერ ხმარობ თუ ვინმეს გააქვთ ვინც მისმენთ არ მაჩუგეთ არ მომყიდეთ მრგვალდისკიანი ტელეფონი სხვა ტელეფონს ვერ ხმარობ მე გთხოვთ გადმომხედეთ და ვისაც გაინტერესებს ჩემი ნომერი დარეგეთ ამ ნომერზე და გეტყვიათ თქვენ მოისმინეთ ჩანაწერიას გახსოვთ ქალბატონი თბილისიდან ლიილა გელაშვილი ჩვენი უსინათლო მსმენელი და მას აინტერესებს სად შეუძლია შეიძინოს დისკიანი ტელეფონი ქალბატონ ლიილა მე თქვენ გილოცავთ ჩვენმა წამყვანმა ნინი ხუგაშვილმა თავად შეგიძინათ ეს ტელეფონი და რომელიც უკვე ჩვენ მივუტანეთ ქალბატონ ლიილას და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა რასაკვირველია ნინისაც გადავუხადო ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა და პასუხები იმ კონკრეტულ კითხვებზე, რომელსაც მთელი თვის განმავლობაში გვისვამდეთ. შეგახსენებთ, რომ ყოველი თვის ბოლოს ჩვენი გადაცემა ამ ფორმატით გავა ეთერში და შეკითხების ნაცვლად იქნება პასუხები იმ საკითხებზე, რომელიც გაინტერესებთ თქვენ და კიდევ ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფო და კომერციულ უწყებებს კვალიფიციური თანამშრომლობისთვის. მადლობა, რომ უსმენთ ერთმანეთს ჩვენ ორშაბათამდე გემშვიდობებით. დროებით. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.